ვაგრძელებ ძვირფასო მეგობრებო 11 სექტემბრის შესახებ საუბარს იმ ტრაგედიის შესახებ რომელიც 2001 წელს მოხდა ნიუ-იორკში რამოდენიმეჯერ ვახსენეთ რომ ეგრეთ წოდებული სამი სათამბზენი ჩამოინგრა ორის მაგივრად როგორც ბევრმა იცის მეშვიდე თაუერი ერქვა ამ სათამბჯენს და ამის შესახებ მინდა ვისაუბროთ. ანუ მე მინდა გითხრათ რომ პირველი და მეორე სათამბჯენები 1360 ფუნტის სიმაღლის იყო, ხოლო სათამბჯენი რომელსაც არაფერი შეჯახებია და უბრალოდ დაინგრა, ეგრეთ წოდებული Tower 7 კი 610 ფუტის სიმაღლის. ანუ თითქმის ორჯერ დაბალი იყო, ანუ ესეთი ტყუპები ხო გვახსოვს მეგობრებო და ეს არ არის ტყუპების ნაწილი, ის ცალკე მდგარი შენობა იყო, რომელიც უბრალოდ დაინგრა იმავე დღის 5 საათსა და 20 წუთზე. ესენი ან ტყუპები დილით დაინგრა, ხოლო ეს შენობა კი 6-20 წუთზე. სულ რაღაც 7 წამში ჩამოინგრა და ეს ამოუხსნელი იყო სრულიად დღემდე ძვირფასო მეგობრებო New York Times-ი ამბობს თავისი პირით რომ კაცშვილმა არ იცის რატო დაინგრაო ეს შენობაო და ასე ვთქვათ კითხვა ისმის ძალიან ლოგიკური ხო ანუ აშშ-ში არასდროს ჩამონგრეულა აქამდე სათამბჯენი რომელიც ბეტონით და ფოლადით იყო აშენებული მხოლოდ ხანძრის შედეგად და როგორ არის შესაძლებელი რომ ანუ ორი შენობა ხანძრის შედეგად ჩამოინგრა და მესამე საერთოდ არაფერი არ მომხდარა უბრალოდ ჩამოინგრა ჩამოინგრა კი არა კაცო ჩამოინგრა ცუდი სიტყვა დაინგრა მთლიანად იმიტომ რომ ეს მეშვიდეს ჩამონგრევა ჩამონგრევა ისეთი უეცარი იყო რომ ყოველგვარი წინასწარი ნიშნის გარეშე უბრალოდ ჩამოინგრა და მთლიანად საკუთარ საძირკველში ჩაიშალა და ნუ იმ დროს ძალიან საინტერესო ის იყო მეგობრებო რომ BBC გადმოსცემდა კონკრეტულად ჟურნალისტი ჯეინ სტენლი ნიუ-იორკში პირდაპირ ეთერში იყო ეს ქალბატონი და 11 სექტემბრის თავდასხმების დროს ისეთი დაბნეულობა გამოიწვია ინგლისში და რამ გამოიწვია დაბნეულობა იმან რომ 11 სექტემბერს საღამოს 5 საათზე ახალ ამბებში 5 საათიანი ახალი ამბები იყო მან განაცხადა რომ მეშვიდე შენობის ჩამონგრევის შესახებ ისაუბრა მაშინ როდესაც შენობა ჯერ კიდევ არ იყო ჩამონგრეული. ანუ ვიმეორებ რა. მის უკან, სადაც პირდაპირ ეთერში იყო, იდგა ის შენობა, ის კიდევ უკვე საუბრობდა როგორც დაანგრეულ ფაქტზე. ეს გადაცემა 20 წუთით ადრე, ასე ვთქვათ, შემდეგ ეს ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციის შემდეგ აღიარა ამ ქალბატონმა, ჯეინ სტენლიმ, რომ მეშვიდე შენობის თაუერის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაცია 20 წუთი ადრე შეცდომა იყო, ანუ 20 შემეშალაო, რა შემეშალა, საიდან იცოდი, კაცო. 2008 წელს BBC-ის საინფორმაციო დირექტორმა რიჩარდ პორტერმაც მოიხადა ბოდიში ამ გაუგებრობის გამო. იგი ამტკიცებდა, რომ მეშვიდე თაუერის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაცია მათ როიტერსმა მიაწოდა. ანუ როიტერს მიაწოდა და კითხვა ისმის რა, როიტერსმა საიდან გაიცოდა? ჩამონგრევამდე რომ დაინგრეოდა ეს შენობა. ხო, ძალიან ცდია. ლეგიტიმური შეკითხვა. მეშვიდე შენობის ჩამონგრევის მხოლოდ ორი შესაძლო მიზეზი არსებობს. ან ხანძრის გამო, ან კონტროლირებადი აფეთქების შედეგად. პირველ 2 წამსა და მეოთხეში 47 სართულიანი სათამბჯენი ჩამოინგრა თავისუფალი ვარდის სიჩქარით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, გრავიტაციული აჩქარებით. როდესაც სხეული იწყებს თავისუფალ ვარდნას საწყისი წერტილიდან, მისი სიჩქარე 1 წამში 35 კმ/სთ აღწევს, 2 წამში კი 70 კმ/სთ. მეშვიდე შენობა აგრძელებდა აჩქარებაზე თავისუფალ ვარდნას ფაზის შემდეგაც 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე განავითარა, განმარტავს გენერალური ფიზიკოსი ანსგარ შნაიდერი, რომელიც დასძენს. ეს გასაოცარია, თუნდაც დევიდ კოპირფილდისაცვისიც კი სრულიად ფოკუსურად ჩამოინგრა. მეშვიდე თაუარი მიწაზე ისე სწრაფად ჩამოინგრა, როგორც პარაშუტის გარეშე გადმომხტარი მყინთავი იმავე შენობის სახურავიდან. როგორ არის ეს შესაძლებელი? მეშვიდე შენობას ჰქონდა მტკიცე ფოლადის ჩონჩხი, რომელიც 81 მასიურ ვერტიკალურ სვეტს მოიცავდა, 81 სვეტზე იდგა. 57 მათგანი შენობის გარე ნაწილებში იყო განთავსებული, ხოლო 24 კი ბირთვს ქმნიდა. როგორ შეეძლო ასეთ მყარ ფოლადის კონსტრუქციას უეცრად თავისუფალი ვარდნის რეჟიმში ჩამოშლა და როგორც Porsche 100 კმ/სიჩქარით აჩქარება
ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი მხოლოდ ტერაქტებიდან 18 წლის შემდეგ გაირკვა. 2019 წლის 3 სექტემბერს ალიასკის ფერბენსკის უნივერსიტეტის ამერიკელმა სამოქალაქო ინჟინერმა პროფესორმა ლეროი ჰალსიმ გამოაქვეყნა 114 გვერდიანი კვლევა მეშვიდე თაუერის ჩამონგრევის შესახებ. ეს სიღრმისეული ანალიზი დააფინანსა ჯგუფმა Architects and Engineers for 9/11 Truth და მისმა პრეზიდენტმა რიჩარდ გეიჯმა. 4 წლიანი გამოძიების შემდეგ ჰალსის კვლევამ ერთ მნიშვნელოვნად დაასკვნა. ხანძარს მეშვიდის ჩამონგრევა არ გამოუწვევია. მეშვიდე თაუერის ჩამონგრევა იყო გლობალური მარცხი, რომელიც შენობაში არსებული ყველა სვეტის თითქმის ერთდროულად დაზიანებას უკავშირდება. აფეთქეს. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი კონტროლირებადი აფეთქება მოხსენებაში არსად ხდება, ჰალსის კვლევის დასკვნები ცალსახა და დამაჯერებელია. მეშვიდე თაუერი აფეთქდა. ასეთი ამბავია ძვირფასო მეგობრებო, ამას ეს უკვე ვიცით და შეგიძლიათ შესაბამისი ლიტერატურა წაიკითხოთ. მადლობა ყურადღებისთვის.